ესე იგი გერმანიის გაერთიანებას მოჰყვა პირობა იმის არადაც მიუნხენის კონფერენციაზე საუბრობდა 2007 წელს პუტინი და პირობა რომელზედაც ახსენებენ მოსკოვიდან ევროპელებს და განსაკუთრებით ესე იგი ევროპის უსაფრთხოების გარანტორებს ამერიკელებს რაც გულისხმობდა იმას რომ არ მოხდებოდა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოება აღმოსავლეთით საუბარია ყოფილი ვარშავის ქვეყნების პაქტის ქვეყნებზე თუმცა რა თქმა უნდა ეს პირობა დაირღვა ესე იგი ნატოს წევრი გახდა მთელი აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი ну გარდა რამდენიმე სახელმწიფოსა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბალტიისპირეთის შეყვანა ამ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში რამაც პრაქტიკულად თავდაყირად დააყენა რუსული უსაფრთხოება და რუსული უსაფრთხოების სისტემები საქმე ასევე გაიხსენა ის რომ 1999 წელს როდესაც ყოფილი იუგოსლავიის კრიზისი დადგა გერმანია იყო ერთ-ერთი რომელმაც ნატოს ჯარებთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით განახორციელა სამხედრო ინტერვენცია სერბეთში და დაიბომბა კიდევაც ბელგრადი და ეს იყო საქსის აზრით მნიშვნელოვანი მომენტი და მნიშვნელოვანი მესიჯი იმისა რომ მე ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და ორგანიზაცია ნატო უგუნებელყოფს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, უგუნებელყოფს ძველ მსოფლიო წესრიგის თამაშის წესებს და თუ აქამდე გაეროს უშიშროების საბჭო იყო რაღაცნაირად ასე იგი თამაშის წესების გამსაზღვრელი და ის კარნახობდა მსოფლიოს რომელი რეჟიმი ან რომელი პოლიტიკური წყობა იმსახურებდა იმას რომ მოხდარიყო ეს ჰუმანიტარული ტიპის ჩარევა, ანუ სამხედრო ინტერვენცია ამის გვერდის ავლით ნატო პრაქტიკულად განუცხადა ასე იგი როგორც გაეროს სხვა წევრებს და განსაკუთრებით რა თქმა უნდა რუსეთს რომ დღეიდან ევროპის კონტინენტზე და მათ შორის მსოფლიოშიც იქნებოდა ერთადერთი ჰეგემონი ეს იქნებოდა შეერთებული შტატები და შესაბამისად ამ ჰეგემონიაში მისი პოლიტიკურ კავშირში ყოფის სახელმწიფოები